მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. ეს გახლავთ ლენორმანის დასტა, მაგრამ სხვანაირი ლენორმანია. აქ სულ სხვა გაშლა უნდა გავაკეთო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის, იმიტომ რომ მე ჩემ ენერგიებს ტყუილად არ ვაპირებ, რომ გავფლანგო. დიდი მადლობა ყველას გადმორიცხვებისთვის, დიდი მადლობა, რომ ასე გიყვართ თქვენი თავი, ბიჭებსაც და გოგოებსაც. და ჩემთვის ყველა წლოვანება ბიჭები და გოგოები ხართ. სულიერებას გულისხმობ. მოკლედ, მიხარია რომ ამოქმედდით, ძველი გამომწერებიც, ახლებიც და ჩაყევით ხოლმე ჩემ ვიდეოებს, აი რომ სულ თავიდან, ბოლო ვიდეოდან და დაიწყეთ იქედან ამოსვლა და დაათვალიერეთ, მოირგეთ თითოეული ვიდეო, ანუ რიტუალი, გაშლა, თქვენ ხო იცით როგორი სიტუაცია გაქვთ და იმის და მიხედვით მეგობრებო. ხო, მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, თემა შეეხება სიყვარულს, თემა შეეხება ასევე პირად ცხოვრებას, უბრალოდ შეიძლება რომ მარტო სიყვარული არ გინდა ხო ადამიანს, ოჯახს და რა იქნება მომავალში, ახლა და ასე შემდეგ, საქმიანობა და დავიწყეთ მეგობრებო. კარგად არის აჩეხილი, მაგრამ კიდევ ავჩეხავ. თქვენთვის ვშლი, თქვენსკენ. მოკლედ, ეხლა მე მინდა, იცით როგორ გავაკეთებ? ამოვიყვან მანდილოსანს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს იქნება, ჯერ უნდა მოგძებნოთ. ეს იქნება ანუ მამაკაცებმა გადაათამაშოთ თქვენს თავზე, ხო? მიხვდით ხო? აბა, სადახართ? რაღაც ცოტა იგვიანებთ, ესე იგი სიტუაცია ცოტა წატორმუზებულია. მოდით მე ჯვარს ამოვიღებ, ჯვარდამას, რომელზეც ახატია გველი. უყურეთ, გველი ახატია. და ამის მერე განვაგრძობ ახლა მე გაშლას. ეს არის თქვენი სიგნიფიკატი, ჩაიფიქრეთ მამაკაცებო თქვენი თავიც და მანდილოსნებო თქვენი თავიც. და მერე 20 წუთის მერე შეგიძლიათ, როგორც რიტუალები თქვენზე რო უყურებთ, მერე 20 წუთის მერე 15 წუთი მაინც უნდა იყოს გასული, მერე სხვაზე უყურეთ. მიხვდით ხო? უკან კარტი დავდოთ, ეს ბოლოს გვეტყვის რა იქნება. უყურეთ, როგორი სრულიად განსხვავებული გაშლა. ამას მე ბავშვობაში მაგიას რომ სწავლობდი, მოკლედ მაშინ ვაკეთებდით აი ამ ლამაზობას მინდა გითხრათ. ნახეთ როგორი სხვანაირი გაშლა. მოგეწონებათ, ძალიან შინაარსიანი იქნება, მინდა გითხრათ, შინაარსიანი. აი ამას აქეთ გავწევ. ასე. დაბლაც. ძალიან საინტერესო ამოდის სიტუაციები, გოგოებო და ბიჭებო, მინდა გითხრათ, საინტერესო, თვითონ ძალიან კარგად მოლაპარაკეა. ძალიან კარგად მოლაპარაკეა. ეს ლენორმანი. ძალიან კარგი. ამებს აქეთ გადმოვდებ ჯერ. მოკლედ ჩანს ხო ყველაფერი კარგად? კი, ჩანს.
აი ესე ჩანს. ეხა მეგობრებო, რა გვაქვს თავში? თავში ამოვიდა, გენაცვალეთ. ჯერ ვკითხულობ, აი ქვედა კარტს. ქვედა კარტს ვკითხულობ. მოკლედ, აქ ამოვიდა წინაპრები, რომლებიც გელაპარაკებიან, ოჯახზე გელაპარაკებიან, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართო, ყველაფერში ვხედავთ, რა სიტუაციაც გაქვთო, არ ინერვიულოთო, ყველაფერს მოაგვარებთო და ეს არის ოჯახის სიტუაცია ძირითადად, წინაპრები, რა თქმა უნდა. აქ ამოვიდა მამაკაცი ყვავი, ან ქვრივია კაცი, ან წაყვანილია, იცით, მამაშვილის კი აქ ნამდვილად ოჯახის კარტი ამოვიდა, ეს არის მამაშვილია, შეიძლება ხშირად არ ხედავენ ერთმანეთს, ან ოჯახიდან არის წაყვანილი პიროვნება. მიხვდით მეგობრებო, სახლიდან არის გაყვანილი ადამიანი, გასაგებია, ეხა ქვემოთ, ეს თავში რაც არის, ფეხებში დაგვიჯდა გენაცვალე, ესე იგი, მზე დაგვიჯდა, ანუ წინაპრები ხო გეუნებიან, რომ ნუ გეშინიათო, მეო ჩვენ თქვენს გვერდით ვართო, ოჯახური პრობლემები ვისაც გაქვთ, გოგოებო, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე, გადაათამაშეთ და რა დაჯდა, ახალი ამბები, გამონათება სიტუაციის, მიხვდით? ბევრი შეიძლება ელოდებით საბუთებთან ოჯახობრივ რაღაცა საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, მიხვდით? ან კრედიტები, ან უძრავი ქონება არ არის გამორიცხული და დაჯდა განათება, მზე, გაბწყინება, ახალი ამბები მოდის მეგობრებო, ძალიან კარგი ამბები მოდის. კი, აი ნამდვილად. ცოტა მოგვიანებითო, კარტი ამბობს, ცოტა მოგვიანებითო, მაგრამ იქნებაო თქვენს ეზოშიც გაზაფხულიო და გამონათებაო. ძალიან გამეხარდა, აი ძალიან კარგი ახალი ამბები მოდის. რაც ესე იგი მივიწყებული იყო, არ არის გამორიცხული, რომ ან მართლა მამაკაცია წაყვანილი, ან დაღუპულია ოჯახში, ან ქვრივი მამაკაცია, მიხვდით? თვითონ და აი ყვავი ყვავთან დაჯდა, მიხვდით? იგივე ხმლები, წარმოიდგინეთ, იგივე ხმლებია და მოგვიანებითო, ცოტა მოგვიანებით მოგვარდებაო. ეს არის ნამდვილად პირველ რიგში თამაშდება ოჯახური სიტუაცია, მეორე რიგში თამაშდება მეგობრებო, ვისაც საკითხი გაქვთ, მოკლედ ბინებზე, აგარაკებზე, სახლს ეხება, უძრავ ქონებას ეხება, ზოგს გაყიდვა გინდათ ხო? და აი შიში გიპყრობთ, ვაიმე იქნება ისეთი ადამიანი ვერ მოვნახო, რომელიც კარფასში გამაყიდინებს, ან მომატყუებენ რამეში, ან იმდენს არ გადამიხდიან. არა, გეუბნებათ კარტი, ცოტა მოგვიანებით გააკეთეთ ეს საქმეო, ჯერ მოიცადეთ ორი კვირაო, ესე ამბობს კარტი და მერე გამოინათებს მზეო. ნუ ძალიან კარგი, მოხარული ვარ პირდაპირ რა. აქ ახლა ეს ამოდის მარცხენა მხარე თქვენი როგორ გითხრათ, აი გულის მხარე რა, ხო, აი თქვენი გულის მხარე ამოდის. აი ჯვარი ხო ვართ ჩვენ, ხო, ადამიანის სხეული არის ჯვარი, ხო? თავი, ფეხები და ეხა მარცხენა მხარეს, აი გულის მხარეს. გულის მხარეს ამოდის, ესე იგი, უნდა გაიწმინდოთ სიტუაცია, კარგია, ვინც ესე იგი მიდის ეს სიტუაცია ამოდის, მოკლედ იწმინდებით, მიხვდით, იწმინდებით, აი 11, ანუ პორტალი გაიხსნა თქვენთვის და ნახეთ, წმენდები კარგად ტარდება, აი ძალიან კარგად ტარდებაო, კარტი ამბობს, გადასარევ
მოგებრებათ ქალის დახმარებით, ესე იგი ჩემ რიტუალებს რო უყურებთ, ხო? და რაც ესე იგი რამაც გული გატკინათ და რამაც ესე გიღალატეს და აი ესე ანუ რო გაროს გავ ადამიანს რო არ ეკუთვნის, ხო? აი ესეთი სიტუაცია, ხო? ეს ისე ვუყურებთ დროის ფაქტორიაო, ცოტა ხანი უნდა კიდე, აი აქ ნახეთ საკვები, ანუ ვისაც ესე იგი ჯადოები ქონდა, რო აჭამეს, მოჯადოებული, ვისაც დაალევინეს, მოჯადოებული სასმელი, მიხვდით, გამოდის, ვინც წიგნებიდან იკითხა, ხო? აი ყველაფერი გამოდის აბსოლუტურად ორგანიზმიდან და უკან უბრუნდებათო. უყურეთ, აი ცოტა დრო არისო საჭიროა, ცოტა საათს დააკვირდით, საათს ნამდვილად ასია მეგობრებო. ეს ძალიან კარგი, ძალიან გამეხარდა. ეხლა მარჯვენა მხარე, ახლო მომავალი როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, ეს ჯვაროსნულს ვკითხულობ ჯერ ადამიანის სხეული როგორც ვართ ჯვარი. მეგობარი გამოჩნდება, იცით, მეგობარი სასიყვარულო, ან გაგახარებთ მოვა მოულოდნელად, შეიძლება ნათესავიც იყოს, არ არის გამორიცხული, შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, შეიძლება ბიჭებო და გოგოებო, ვისაც ელოდებით ის ადამიანი გამოჩნდეს, ძალიან დიდი გულით, ძალიან დიდი სიყვარულით, კი, ნამდვილად, აი, დამაგული და გული. მოკლედ, შეერთება, უყურეთ, აი აქ რო გაჩვენეთ მე, უყურეთ, გაიწმინდება მეთქი, უყურეთ, აი ამის მერე მეგობრებო, აი ამ კარტების მერე ძვირფასებო, აი ეს კარტი დაჯდაო, სასიხარულო, ნახეთ, როგორი შეკრული გულია, როგორი მეგობარია, უყურეთ, აი ძალიან გვერდში ერთგული ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ან შერიგდებით და ვისაც ელოდებით, ის დაგიბრუნდებათ. ნუ ეხლა თუ 7 წელი არ არის გასული და 4 წელი და ისა მაქსიმუმ რა ვიცი, ძალით რო ყავთ წაყვანილი რა. მიხვდით ხო? ძალიან კარგი გადასარევი. ეხლა დანამატი კარტი ავიღოთ ზემოდან, მიხვდით? აი ეს ზემო მხარეები არ მოდის, არ უნდა, მაინც უნდა აღხსნა. ვამე გადასარევი, ლილიები ამოვიდა, ყვავილები ამოვიდა, მეგობრებო. აქ ისე ვალეტი, ორი ვალეტი ყვავი გათამაშდა, მეგობრებო. ნამდვილად ან ქრივია, ან შავგრემანია, ან იცნობთ, ახალი პიროვნება მოდის, ვინც რიტუალებს უყურეთ. ნახეთ, ახალი ნაცნობობა, ახალი გამგზავრება, შეხვედრა, გადაადგილება, შეიძლება ერთადაც წახვიდეთ სადმე დაისვენოთ, ან შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიცხოვროთო, ან ბიჭებო, თქვენ შეგემთხვათ ესეთი სიტუაცია. კი, ნამდვილად ასეა, ნამდვილად. ასევე ნახეთ, ფულიანი პიროვნებაა და ბიჭებო, თქვენც ნახეთ, წინ წახვალთ ფული, ეს არხები, გზები გაგეხსნათ, ნახეთ, უკვე გეხსნებათ ეს რა ქვია, ფულის არხების გზები ჩაკეტილი რო გქონდათ და გამოჯამრთელება სიტუაციის ფრიად სასიამოვნო, აი ძალიან გამეხარდა, ძალიან. ეხა ფეხებში ასე სამკუთხედურად ვნახოთ, X სამკუთხედურად, ჯერ ხო ჯვაროსნული იყო, ეხა სამკუთხედურად. ნუ ფეხებში რა დაჯდა? წიგნები, ახალი ამბავი. კი, აი ნამდვილად რომ ეს ელოდებით ეს მოჯადოებული და დანეგატივებული სიტუაცია რო იყო, ხო? აი ეს ახალი ამბით პიროვნება მოდის, პიროვნება ერთ დროში, მეგობრებო. პირველი რიცხვი, პირველი ერთი დღე, ერთი თვე, მიხვდით? აი, მოდის პიროვნება, ბიჭებო, თქვენც გადაადგავთ ნაბიჯებს და წინ წახვალთ, რა საქმეც გაქვთ წამოწყებული და კიდე გეუბნებათ, შეიძლება აქ თქვენ ბიზნესიც ამოდის სწავლა, განათლება, ამოდის მოკლედ თანხები, მოულოდნელი თანხები, ამოდის მერე ემოციები, ეს გული მარტო სიყვარულს ხო არ ნიშნავს არა? კი, ნამდვილად, ან გადასვლა
სადმე, ან ტრანსპორტირება, ან ტრანსპორტის ჩამოსვლა, შეძენა, მანქანის არ გამოვრიცხავ, ესეც აქ ისევ თქვენი წინაპრები დაждნენ, რომ თქვენს გვერდით ვარო, გოგოებო, ბიჭებო, არ ინერვიულოთო, ნამდვილად იწმინდებით, ესე იგი ეს წიგნები, ჯადოსნური წიგნები, ანუ რიტუალები, მიხვდით, ჩემი რიტუალების მერე გზა გეხსნებათ ორივეს, გოგოებს და ბიჭებსაც, მეგობრებო, ორივეს გეხსნებათ გზა, ფრიადი, ეხლა წავედით თავში. მოკლედ აქ ახალგაზრდა ბიჭი ამოდის 35 წლამდე ვიტყოდი და იცით რა არის პატარა რაღაცა ხლაფორთები ამოსდის, ჩამოკიდებულია სიტუაცია, მიხვდით, ჩამოკიდებულია სიტუაცია და პრობლემებს ხედავს, წინ პრობლემებს, სადაც საერთოდ არ არის პრობლემა, შიში ამოდის, შიში, რაღაცა ვიღაცაზე ეშინია, ვიღაცის დაკარგვაზე, ან რაღაცის დაკარგვაზე, მიხვდით, რა თევზები, რაღაც საქმესთან დაკავშირებით, ფული, მაგრამ ნუ გეშინიაო, კარტი გეუბნება. ეს არის საზღვარგარეთ გამგზავრება, ეს არის კარიერა, ეს არის ბიზნესი, დიდი ფული ამოდის ბიჭებო და გოგოებო, ფული ამოდის, ან ახალგაზრდა ბიჭიდან მოგდით, მამაკაციდან მოგდით ფული, ან თვითონ ფულიანი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ეს არის ბაღი, მეგობრებო, კი და ნამდვილად შემოაქვს ჰარმონია თქვენ ცხოვრებაში, ნამდვილად ბიჭებო, ასევე თქვენ თავზე გადაათამაშეთ, ჰარმონია გექნებათ, ურთიერთობა, თქვენი საქმეები დალაგდება, ძალიან 10-ზე 100% დალაგდება, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან სასიხარულო. ეხა ფეხებში ვნახოთ. ნამდვილად უყურეთ, კიდე მოიცელა, ესე იგი, ვიღაცა საპერნიცა წავიდა, გოგო ამოდის აქ, ეს გოგოებს ეხება, საპერნიცა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან და ამოდის ქერა გოგო, ამოდის მუქი გოგო, ყავისფერთმიანი, შავთმიანი, ქერათმიანი, მოწითური თმებით, მიხვდით, ამოდის, მაგრამ აქ მერე ეს წავა მოიცელა, უყურეთ, გაამგზავრეთ, ესე იგი, კუდიგორის გზაზე და ნახეთ მერე როგორი ბუკეტია, საჩუქარს იღებთ სამყაროდან, ცხოვრების საჩუქარს იღებთ, ანუ სამყარო გეუბნებათ, გოგოებო, ბიჭებო, რომ ტყუილად არ გიბრძოლიათო, ეს ძალიან კარგი, ეს პირადად გოგოებს ეხებათ, ძალიან კარგი, მიხარია. ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება, შუალედში, ხო? აი ამ საყვარლობაში რა ხდება? მოკლედ, ამოვიდა მელია თქვენს ოჯახურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამოვიდა, ესე იგი, სახლი, კი, აი ნახეთ, ეს თეთრი მაგების სახლი ამოვიდა, ანუ მე რო გეხმარებით, მიხვდით, ეს ძალიან კარგია, წინ წახვალთო, გეუბნებათ, გაიწმინდება, აი დათვი, ნახეთ, რამხელა სიძლიერია, უყურეთ, სიძლიერე, აი ნახეთ, ძალა მოგეცემათ, გოგოებო, ბიჭებო, ან ისეთი ადამიანი შეგხვდებათ, გამოგიგზავნით სამყარო, რომ ესე იგი, ნამდვილად გვერდში დაგიდგებათ და გაგაძლიერებთ, ეს ოჯახს ეხება, მეგობრებო, და ასევე რაც ესე იგი არ იყო მყარად ოჯახში და ეს მელაკუდა ვიღაცა გიშლიდა თხელს, ეს მიდის ცხოვრებიდან და ეხა სხვანაირად რო ავხსნა, მეგობრებო, ხო? თქვენს ოჯახებში მოკლედ ამოდის ქვრივი ქალი და ამოდის კიდე ტუზი ყვავი, ანუ ხმლები ტუზი, ანუ ქალი იყო, ან ოჯახში ყავთ ესეთი ადამიანი, რომ აი რაღაცა არასასიამოვნოს რო ამბობს სულ, მიხვდით, ისეთ სიტყვებს იძახის და ისეთი ლაპარაკი აქ ამ ქალს, რომ აი გულს რო გტკენს, მიხვდით, ეს ერთი ვარიანტი. არ მიაქციოთო ყურადღებაო, გეუბნებათ კარტი, ესე იგი, ყველაფერს აქვსო, ნახეთ, ეს არის, ესე იგი, მიფოლოგიური გასაღების, ანუ
კარების ის არის აი ძველად კინოებშიც ხო გინახიათ რომ ისტორიული კარებები როა ეს ჩათვალეთ არის საკეტი და გასაღები უნდა შეურჭო ხო ხდები არ ინერვიულოთო ენებს არ აყვეთო მიხვდით და გასაღებს მოარგებთო თქვენ უკვე გახართო გზაზედ გახართო მიხვდით გზაზედ გახართო და არ აყვეთო მოიქეცითო როგორც აი მელაკუდაო მიხვდით არ მიაქციოთ ყურადღებაო ხო მელაკუდასავით ieშმაკეთო ანუ გონებრივად აჯობეთო გონებრივადო მიხვდით გონებრივადო და ვისაც საპერნიცა ყავთ კიდე ის გადის ცხოვრებიდან გადის კი ნამდვილად გადის აი ამ ხმლით მოკლედ ეს ქალი ხატია მაგრამ ქალი ხმლით ესე იგი მოიჭრება ეს ყველაფერი ერთიანად მიხვდით მოიჭრება და აი ამ დათვის კლანჭებში ჩავარდება თქვენი ოჯახის დამანგრეველი მიხვდით ვინც თქვენ ოჯახში ერევა რა თქმა უნდა აიყურეთ ძალიან კარგი გამეხარდა ეხლა აქ მეგობრებო უკან რა ამოდის უკან ამოვიდა ეს თქვენი სიგნიფიკანტთან დაჯდა გველი ხო ეს გველი არ შეგეშინდეთ ოჯახის კარზე დაჯდა არა აქვს მნიშვნელობა კაცი ხართ თუ ქალი გათხოვილი თუ პირიქით გასათხოვარი თუ განათხოვარი თუ ქრივი თუ მამაკაცებიც იგივე დასანიშნი თუ დანიშნული თუ განქორწინებული თუ ქრივი მოკლედ ეს არის გამოჯამრთელება აი მაგალითად ეხლა ჩვენ ხო ჩავიფიქრეთ რა იქნება ხო გამოჯამრთელება მიმდინარეობს იცით აი აფთიაქს ხო გველი ახატია წამლებზე ხო აი ეგ გველია მიხვდით გველი ყოველთვის ცუდი კი არ არის მეგობრებო არავინ არ შეგაცდინოთ ძალიან კარგია კი შეიძლება რაღაცა პატარა იყო ლაპარაკი და შეიძლება იქნება კიდეც მოდი ესეც მაინც თქვიო მეუბნებიან და ვიტყვი ოჯახში მიხვდით აი სახლში უყურეთ სახლში ან სამსახურში მიხვდით დააკვირდით შეიძლება უფროსი იყოს ეს და რაღაც არასასიამოვნო საუბარი მოგივიდეთ და თუ ესე იქნება მეგობრებო ხო ჩართეთ ვიდეო ჩემი რიტუალი გაწმენდა ნეგატივის თანამშრომლების და სამსახურში უფროსების მიმართ და წავა უკან მოკლედ ისევ დამაყვავი გამეორდა ორი დამაყვავი ესე იგი ერთი პერსონა ორი პერსონა სამი ქალი ამოვიდა ჭორები ლაპარაკი შურები მოკლედ აი მზესუმზირას რო დაღამდება და რო დაჯდებიან ერთად შეიკრიბებიან და შური წყევლა და მოკლედ აი ლაპარაკები და ლაპარაკები მიდის თქვენს სახლზე და ვისგან ძალიან ახლობელი ადამიანებისგან გოგოებო ბიჭებო და სისხლით ნათესავებისგან არ გამოვრიცხავ დები ძმები ეს შეიძლება დედა და რძალი ამოდის არ გამოვრიცხავ მიხვდით ან პირიქით მული და ასე შემდეგ შვილიც გადაათამაშეთ მოკლედ დედამთილი სიდედრი და ასე შემდეგ ცოლის და მიხვდით ხო აი მოკლედ არ მიაქციოთ ყურადღება ეს ყველაფერი რო გამოვიდა ეს კარგია მერე ნახეთ აი უყურეთ დათვი ყველაფერს ანგრევს და ნახეთ რამხელა სიძლიერე შემოგდით გააგრძელეთ რიტუალები მეგობრებო გააგრძელეთ რიტუალები ძალიან კარგი კარტი ამოვიდა აი ძალიან კარგი კარტები ამოვიდა გადასარევი კარტები ამოვიდა ხო ეს სიყვარულში აქეთ გავიგე მაგრამ მინდა დავამატო კიდე კონკრეტულად თქვენი ჩაიფიქრეთ გოგოებო ბიჭებო პიროვნება და ეხლა ამოვყრივ კითხავ აბა კონკრეტულად რა იქნება ახლო მომავალში ხო კონკრეტულად პირადულში მეგობრებო იცით რა არის ისა მიცადე დავაზუსტო კი ორი მამაკაცი ამოვიდა
და ბეჭედი გადასარევია. ესე იგი და ვარსკვლავი. მაი ამაზე კარგს რას უნდა ველოდოთ მეგობრებო? ჯერ აქ ისეთი კარგი შეგახსენებთ რომ ამოგდით მეთქი ძაღლი, მეგობარი, გოგოებო, ბიჭებოს, დიდი სიყვარული ამოდის ეს ერთი აქ. მეორე კიდე აი ეს კარტი მინდა შეგახსენოთ, ნახეთ გამოჯამრთელება, ურთიერთობის შერიგება, ლილიები, ხელის თხოვნა, ერთად გამგზავრება, ეს ორი მინდა შეგახსენოთ მეგობრებო. აი ეს მესამე რომ მოიცელება ეს არასასიამოვნო ურთიერთობები და ბუკეტი ამოვიდა, ნახეთ ეს მესამე, დააკვირდით როგორ წინ წახვედით, ვინც იწმინდათ უკვე კაი ხანი ჩემს იმეებს, რიტუალებს ვინც უყურებთ, ძალიან კარგია, ძალიან კარგია. აქ კიდე ნახეთ ფულში და გზა, ახალი ამბები, კარიერა, გამგზავრება, ნახეთ როგორი ბაღი ამოდის, სულიერი, აი ჰარმონია ამოდის მეგობრებო, ნუ გადასარევი. აქეთ მზე, ახალი ამბები, ტუზი, ნახეთ, აი ძალიან სწრაფად გამოჯამრთელება და სურვილის ასრულება ამოდის და ახალი ამბები, ვისაც ვინმეს ან კრედიტის აღება გინდათ, გინდათ ან იმას სახლთან დაკავშირებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაქვთ ხო რაღაცა საქმე დაიწყოთ ან სამსახურთან ხო, ან გასაუბრება, ნამდვილად კარგად იქნება, ესეც კარგია, ესეც პრინცი მოდის, აი და ბიჭებო თქვენც ნახეთ იწმინდებით და თქვენც წინ მიდიხართ, ძალიან კარგი. აქაც გითხარით რომ გაიწმინდა მეთქი, ნახეთ გაიწმინდა ეს ჯადოები და ეს ოხრობები, ესეც გენაცვალე, ხო ეს აგიხსენით, თავში გეუნებიან რომ წინაპრები თქვენ გვერდზე ვართო და ოჯახის წევრების შერიგება იქნება, კაცი მოდის ოჯახში, კაცი, ქალიც მოდის ოჯახში, ბრუნდება, მიხვდით და ეხლა მე რო დავამატე მეგობრებო აქ ხო, აი ეს ჭორიკნების მერე და ის ხო სიყვარულში ხო, ერთი მამაკაცი, ორი მამაკაცი ამოდის, უყურეთ, მთვარე, გრძნობები, ემოციები, ნამდვილად ფიქრობს ის მამაკაცი და ის მანდილოსანი, მამაკაცებო გადაათამაშეთ ძალიან გთხოვთ თქვენ თავებზე. ერთი არის რომ ნამდვილად დაბრუნდება, მეორე არის რომ შორს ხართ გოგოებო ან მამაკაცია შორს და აღდგება ურთიერთობა, რომელსაც ესე იგი 20 წელი არ ახართ დაშორებულები და ნამდვილად ან თქვენ წახვალთ, თქვენც გაემგზავრებით, შეიძლება ჩახვიდეთ, ჩამოხვიდეთ, ესე იყოს, ან ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქებში ხართ, არ გამოვრიცხავ და რა არის ბოლოში გოგოებო, ბიჭებო, დიდი სიყვარული. ნახეთ როგორი ვარსკვლავია, გაბრწყინება გაქვთ ყველანაირ საქმეში, აბსოლუტურად, ნახეთ. და ნახეთ ბეჭედი, ანუ ბეჭედის დარტყმა, ხელის თხოვნა, შერიგება, საქმე გინდაო, საქმეში გამოგივაო, ხელის მოწერა გინდა, ხელის მოწერაზე დაქორწინება გინდა, დაქორწინება, საჩუქრები და გაბრწყინება და გახარება მეგობრებო და აი ამ ჭორიკანებს ხო, აი აქ რო დაჯდნენ და მეტი საქმე რო არა აქვთ და ჭორაობენო, არ მიაქციოთ ყურადღება. ეს ამათ უკვე ბუმერანგი მიუვიდა უკან, მიხვდით მეგობრებო, უკვე წაუვიდა ბუმერანგი უკან. თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. ეხლა ერთსაც ამოყრი, აი კონკრეტულად ბიჭებს რომ გული არ დავწყვიტო, მანდილოსანზე, აბა არის შერიგება, ვისაც გინდათ, ოღონდ თუ სხვისი ცოლი არ არის და ტყუილა არ ელოდებით, მე მაგის მომხრე არა ვარ, ეს იცოდეთ, არა ვარ მაგის მომხრე. აბა ბიჭებო, თქვენი სიტუაცია სიყვარულში, ნუ რაც ჩამოკიდებული იყო სიტუაცია, კი, შერიგება არის, ნამდვილად, კი,
განთავისუფლება. უყურეთ, აი ჩამოკიდებული სიტუაცია თანხებთან დაკავშირებითაც გაგინთავისუფლდებათ სიტუაცია. მიხვდით, აი ჩამოკიდებული ჩონჩხი უყურეთ, ეს ანუ პატარა საჩუქარივით არის წინ წასვლა, ანუ ჯიბეცარიელი რო არ გექნება ადამიანს. ახალი ამბავი, ნახეთ, ზუსტად აი მადლობა ტარო ლენორმანს, რომ ნამდვილად სწორედ გვეუბნება. AST ამოვიდა ფრინველი, რა ქვია, რაღაცა სახელი ქვია, ზღვაზე და ოკეანეზე რო დაფრინავს. მე ვეღარ გავიხსენე უკაცრავად რუსულად AST ვიცი და ნახეთ, ახალი ამბავი, შერიგება, აი მანდილოსანი თქვენი ბიჭებო, ნახეთ და განთავისუფლება, აი თავისუფალი სიყვარული, უყურეთ, თავისუფალი სიყვარული ამოდის. აი ეს მინდა დავკეტო ეს ჩამოკიდებული სიტუაცია, ესე რომ დავამთავრო ბიჭებო, ნახეთ, აი გამოჯამრთელება, შერიგება, გრძნობები, მანდილოსანი, ნახეთ, შეიძლება შორს არის, ან ინტერნეტიც იყოს, ან თვითფრინავი, მიხვდით, აი დიდი ახალი ამბები ძალიან სწრაფად მოხდება, ძალიან სწრაფად. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ნინია, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ სტუმრებო, არ ინანებთ, იმიტომ რომ ბევრმა ჩემი რიტუალებით ხალხი განიკურნა, ნამდვილად ვამბობ, თუ არა და წაიკითხეთ კომენტარები და წეღანა ვთქვი, ამოყევით ჩემ ძველ ვიდეოებში, რომ ამოსკროლეთ და ამოყევით მერე ბოლოდან და ნახავთ, მოირგეთ მოკლედ მეგობრებო რა, მე ვაკეთებ და თქვენ მოირგეთ და ვისაც ესე იგი აქ გინდათ რამე ისე ჩემმა ძველმა მეგობრებმა იციან გამომწერებმა, რომ მე სანთლებისთვის სანთლებს ვყიდულობ გადმორიცხულები თანხებიდან და ესე იგი თუ გინდათ 1 ლარი 2 ლარი ისე უბრალოდ ჩარიცხეთ, რომ მაინც რეზონირდეს, მიხვდით, იმიტომ რომ ისეთი კარგი კარტები ამოვიდა, თქვენც ხო ნახეთ გოგოებო და ბიჭებო, რომ ამით ხელიდან გაშვება ცოდოა ნამდვილად. მიყვარხართ, თქვენთან იყო ნინია და მომავალ შეხვედრამდე კიდევ ჩავატარებ ამ დღეებში კარგ გაშლებს. ნახვამდის.